ისტორიას წერენ გამარჯვებულები, მაგრამ რელიგიას წერენ ისინი, ვინც გადარჩნენ. ოდესმე გიფიქრიათ, რა ბედი ეწიათ იმ ღმერთებს, რომლებზეც ათასწლეულების წინ იმპერიები შენდებოდა. ტაძრები იგებოდა, სისხლი იღვრებოდა. დღეს ჩვენ მათ ცრუ ღმერთებს უწოდებთ. მათ სახელებს წყევლად ვიყენებთ, ხოლო მათ გამოსახულებებს საშინელებათა ფილმების შთაგონებად. მაგრამ იყო დრო, როდესაც მაგალითად ბაალი არ იყო დემონი. ის იყო ცის მბრძანებელი. ბაალზე იყო დამოკიდებული, წვიმა მოვიდოდა და მორწყაოდა დაასველებდა მიწას, თუ გაგრძელდებოდა გვალვა. იყო დრო, როცა მაგალითად თამუზს ერთ-ერთ ცრუ ღმერთს მთელი შუამდინარეთი გლოვობდა. რადგან მისი გაუჩინარება სამყაროს დასასრულს ნიშნავდა. რა მოხდა სინამდვილეში? როგორ იქცნენ ეს დღეს ცრუ ღმერთები და ადრე ნამდვილი ღმერთები, რომელიც კაცობრიობის მფარველად ითვლებოდნენ 1000 წლის წინ, დღეს ჯოჯოხეთის იერარქიის ნაწილად. დღეს ჩვენ გადავშლით აკრძალულ ფურცლებს და ჩავალთ უფსკრულში, სადაც მივიწყებული ღმერთები ბინადრობენ. ხო ისეთი იყო, cool და ისეთი. ვეცადე. სანამ უშუალოდ სახელებზე გადავალთ, ერთი რამ უნდა გავიგოთ. სიტყვა დემონი საბერძნეთში უბრალოდ სულს ნიშნავდა. თუმცა ამ რელიგიურმა დაპირისპირებამ ყველაფერი შეცვალა. როდესაც ახალი რწმენა მოდიოდა, ძველი ღმერთები კი არ ქრებოდნენ ეს უბრალოდ, რომ ვითომ არ არსებობდნენ, უბრალოდ მათ დემონიზაციას ახდენდნენ. წარმოიდგინეთ ქანაანის მიწა. ხალხი ლოცულობს ბაალჰადადზე. როდესაც გაირკვა, რომ ეს ბაალჰადადი არ იყო ღმერთი და არაფერი ძალაუფლება მას არ გააჩნდა, ხალხის გონებიდან და ქვეცნობიერიდან როგორც ღმერთი ისე გამქრალიყო და მოესპოთ, გადაიქცა ბალზებალად, ბუზების მბრძანებლად. ანუ იყო ღმერთი და გახდა ბუზთა ბელადი. რატომ? იმიტომ რომ იდეოლოგიურ ომში შენი მტრის ღმერთი არის შენი მთავარი მტერი. ჩვენს რეალობაში ეს ღმერთები მხოლოდ მითოლოგიური ნაწილია. თუ მათ მიღმა რაღაც უფრო დიდი და საშიში იმალება, რომელიც დღემდე მანიპულირებს ადამიანთა ქვეცნობიერზე და რეალობაზე. მაგალითად ბაალი. წარმოიდგინეთ, იყო ღმერთი, რომელსაც ლოცულობდნენ და პარალელურად თავის საკუთარ შვილებს წირავდნენ, უბრალოდ კარგი მოსავლის გამო. ან თამუზი, სირიული და შუმერული მითოლოგიის ტრაგიკული გმირი, რომელიც ყოველ წელს კვდებოდა და შემდგომ ღდგებოდა სულ ყოველ წელს. ამ თამუზის კულტი იმდენად ძლიერი იყო და იმდენად ძლევამოსილი იყო, რომ წინასწარმეტყველი ეზეკიელი აღწერს, როგორ გლოვობდნენ თამუზს იერუსალიმში, ტაძარში, რომელიც ააგო სოლომონმა უფლისთვის. უფალს გამოვიყენებ ხოლმე ჩვენს ღმერთზე. ანუ წარმოიდგინეთ, სოლომონმა უფლისთვის ააგო უდიდესი ტაძარი, რომელიც უნდა ყოფილიყო გარანტი და სიმბოლო იმის, რომ მორჩა იერუსალიმში ეს კერპთაყვანის მცემლობა და ზუსტად აი ამ ტაძარში ქალები შედიოდნენ და თმებს იგლეჯდნენ და ხაოდნენ და კიოდნენ თამუზის გამო, რომელიც ეგონათ, რომ გაზაფხული რომ თავრდებოდა და გვალვა იწყებოდა, თამუზი კვდებოდა მაგ დროს. ეს არ იყო ოღონდ უბრალოდ კერპთაყვანის მცემლობა. ეს იყო სისტემა, რომელიც იმ დროს აკონტროლებდა თითქმის ყველაფერს. ამ ვიდეოში ჩვენ არა მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს მიმოვიხილავთ, არამედ უფრო ჩავუღრმავდებით ოკულტურ კავშირებს, არქეოლოგიურ აღმოჩენებს და იმ პარალელებს, რომლებიც ამ უძველეს კულტებს და თანამედროვე საიდუმლო საზოგადოებებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სპეციალურად მხოლოდ ბაალი და თამუზი, იმიტომ მოახსენე, რომ სპოილერი არ ყოფილიყო და დანარჩენი ვიდეოსთვისაც გეყურებინათ, ბევრად მეტი სახელი არის, ზოგი უფრო სასტიკია, ზოგი უფრო არაადეკვატური, ზოგი უფრო უცნაური და ძალიან ბევრ პატერნის დაჭერა შეიძლება ამ ყველაფერში დღევანდელ საზოგადოებასთან. ამიტომ თუ გაინტერესებთ ამ ვიდეოს შემდგომ როგორი იქნება ეს ვიდეო, გააგრძელეთ ყურება და წავედით. Pasto, fantasto, skalmanannes too much me. მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა მისტიური ხმა მქონდა, არ ვიცი, შეიძლება არ მქონდა. არ მაქვს ზოგადად მისტიური ხმა. ძალიან მინდა რომ მისტიური ხმა მქონდეს. მე რომ მისტიური ხმა მქონდეს, უფრო ბევრი გამომწერი მეყოლებოდა დარწმუნებული ვარ, აი წარმოიდგინეთ რომ ესე ვლაპარაკობ და თან არ ვიქრინჯები, ეხა ვიქრინჯები და დიდხანს არ შემიძლია ესე ლაპარაკი. მაგრამ აი წარმოიდგინეთ ესე რომ ვლაპარაკობდე. მოკლედ, როგორ ახართ? წინა ვიდეო ცოტა ისეთი გადავიღე, არა ესეთი და შეურევ ხოლმე ნელ-ნელა შეურევ ასეც და ისეთ ვიდეოებს, იმიტომ რომ როგორც ხედავ, ასეც ვიდეოებსაც ყავს თავისი მომხმარებელი და ისეთ ვიდეოებსაც ყავს თავისი მომხმარებელი. დღეს უნდა ვისაუბროთ ცრუ ღმერთებზე. რატომ გადავწყვიტეთ ცრუ ღმერთებზე საუბარი? უცებ აგიხსნით და დავიწყებ ბაალით. ბაალი არის ყველაზე ცნობილი ცრუ ღმერთი. ცრუ ღმერთების როკვარსკვლავია, სუპერვარსკვლავია. ანუ აი, ყველაზე მეტი გამომწერი ყავს. შეთქმულება შემხვდა, ჩემი TikTok-ი
ძალიან ეგეთია, სულ ეგეთი რაღაცა მოხდება. ბალენსიაგაო ნიშნავსო ბაალი არის მეფეო. აი ამას ნიშნავსო ლათინურიდან ბალენსიაგა. და მეთქი რა ბალენსიაგა მაგას ნიშნავს თქო და დავგუგლე, გადავთარგმნე და არაფერსაც არ ნიშნავს. სულ სხვანაირად არის ლათინურად ბალენსიაგა და საბოლოო ჯამში რაც ნიშნავს არის ბასკური გვარი ბალენსიაგა. აი ესეთი გვარი არსებობს, როგორც არის აქ რამიშვილი, კვაჭანტირაძე და გოგუა, სკამკოჩაშვილი, არ ვიცი. იგივენაირად არის იქ ბალენსიაგა. ოღონდ არა შეიძლება არ არის ტოპ 1 გვარი. აი სკამკოჩაშვილიც მაგითო თქვი რომ ერთ ადამიანს ვეცდობ მარტო სკამკოჩაშვილს. ბალენსიაგა არის ბასკური გვარი. ხო? და მაგითო მომინდა უფრო სრულ ღმერთებზე გაკეთება ვიდეოსი, დავგუგლე ბაალი მე ბიბლიაში. ალბათ უფრო უმეტესი ნაწილი კი თითქმის მთელი ეს სრულ ღმერთოლოგია რაც არსებობს ბიბლიიდან არის, როგორც ცემდნენ თაყვანს სხვადასხვა ღმერთებს და ძალიან საინტერესო და რამდენიმე ცოტა სახალისო ისტორიაც არის შიგნით ამ სრულ ღმერთების პარალელურად. სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა დიდი მადლობა გადავხადოთ საქართველოს ბანკს, ჩემ გენსპო საქბანკს, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით დგას და მუდამ მეუბნება არ გაჩერდეო, გვაქვს ძალიან კარგი სიახლე, კრიპტოს შეძენა თუ გინდოდა კრიპტო ბაზარზე გასვლა თუ გინდოდა კრიპტოს ყიდვა თუ გინდოდა კრიპტოს გაყიდვა. მოკლედ კრიპტოს ირგვლივ რამეს გაკეთება თუ გინდოდა იყო ცოტა ეგზოტიკური, იმიტომ რომ თავისი საიტები ქონდა, თავისი ბლოკჩეინები და საქართველოს ბანკი ადგა და ვისაც კრიპტოს მიმართ ქონდა მიდრეკილება, მაგრამ იყო ცოტა ზარმაცი კრიპტოს სამყაროში ცალკე რაღაც აკაუნტების კეთებით და რაღაცეებით ადგა და მაგ ხალხისთვის ანუ ჩემთვის და კიდევ ბევრი ჩემნაირისთვის მობილ ბანკში ჩააშენა კრიპტო. ძალიან მარტივადაა თან რა, ანუ უმარტივესად არის, როგორი მარტივად გასაგებიც არის და მარტივი გამოსაყენებელი არის საქართველოს ბანკის მობილ ბანკი, ისეთივე მარტივი გამოსაყენებელი არის საქართველოს ბანკის კრიპტოზონა, ესე რომ დავარქვა, აპატიეთ თუ არ უნდა დამერქვა. და ასე დიდი მადლობა Starbucks, როცა ვიღვიძებ, იმ წამსვე ვიღვიძებ და არა 2 საათში, როგორც ადრე ვიღვიძებდი. იმ წამსვე არა უცებ სამაგ ესპრესოს დალევ და იღვიძებ. მოდი დავიწყოთ ყველაზე პოპულარული სრულ ღმერთით ბაალით. ბაალი იყო ცის ღმერთია, ამინდის ღმერთი რა, ანუ ქარიშხალი, წვიმა, ელვა, ყველაფერი რაც საში ხდებოდა და ციდან მოდიოდა მათი გადმოსახედიდან, ყველაფრის ღმერთი იყო ბაალი. და იყო ძალიან პრაგმატული იდეოლოგია, რომ თუ გინდა რომ შენ ურჭმელი, უსმელი არ დარჩე და რასაც დასთეს იმას წყალი დაესხას ზემოდან და ამოვიდეს და გვალვა არ იყოს, შენ უნდა ასიამოვნო ის, ვინც მართავს ღრუბლებს. ანუ ბაალი, ვინ გადაწყვიტე რომ ბაალი მართავდა ღრუბლებს წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ალბათ სადღაც მიდრეკილება ადამიანის რომ რაღაცას მართავს, უფრო დიდი, აძლევდა იმის საფუძველს, რომ ამ ხალხს გონებოდა რომ ღრუბლებს ესე კონკრეტული ღმერთი ჰყავს. ასევე მიზეზი იმის რომ ბაალი პოპულარული გახდა იყო ფინიკიელების, ანუ ეს ბაალი იყო ფინიკიელების ღმერთი. ანუ ფინიკიელებმა მოიფიქრეს ეს ბაალი და იმ დროს ფინიკიელები იყვნენ დიდრები რა, ფინიკიელებთა ტერიტორიაზე ყველაფერი კარგად იყო. და სწორედ მაგიტომ რომ გახედეს, გამოხედეს მეზობლებმა რომ ვახ, იქ ნახე რომელ ღმერთსაც პატივს ცემენ ეს ბაალი თურმე ანუ სწორ ღმერთს ცემენ პატივს და ნახე როგორი მდიდრები არიან, ჩვენც რომ მდიდრები ვიყოთ, მოდი ჩვენც ბაალს ვცეთ პატივი. პატივი ბოდიში ნაკლები ნათქვამია თაყვანი. ანუ იმიტომ რომ პატივის ცემა არის რომ აგერ ძმაო შემოდი დაჯექი, ყავა ხო არ გინდა და თაყვანი არის რომ ბავშვებს წირავენ, საკუთარ შვილებს წირავდნენ, ანუ წარმოიდგინეთ რაღაცას რომ გააკეთებენ მაგალითად რომ შესწირავდნენ მაგალითად თითს, ან არ ვიცი, საკვებს, ან რაღაცას რომ შესწირავდნენ ისეც რომელიც ჩვეულებრივი შესაწირი იყო. და მაგას შედეგი არ მოჰქონდა, მერე ცოტა ექსტრემიზმში გადადიოდნენ და ანუ ბაალისთვის ეს საკმარისი არ არის და ბოლოს გადავიდნენ და საკუთარ შვილებს სწირავდნენ. და შეწირვა ესე მარტივი შეწირვა არ იყო რა, უფრო ცუდ მეთოდებს მიმართავდნენ. ამ ბაალის ქანდაკებები იყო ყველგან თითქმის რა, ოღონდ იყო უფრო შემაღლებულ ადგილებზე. და ქანდაკებები იყო აუცილებელი, იმიტომ რომ ადამიანებს სჭირდებოდათ იმ მომენტში ეს უხილავი ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავენ, არ იყო საკმარისი. ყოველთვის სჭირდებოდათ რაღაც, რაზეც გამყარდება ეს ჩემი ახლა რასაც ვიძახებ ცოტა ხანში რომ გავაგრძელებ ლაპარაკს, როგორი დამოკიდებულები იყვნენ ხელშესახებ და თვალშესახედ რაღაცებზე, ანუ შენ რომ იქ ღმერთმა გადმოგძახა ზემოდან რაღაც გაიგე, ეგ უფრო საეჭვო იყო, რომ ნამდვილი იყო, ვიდრე ქანდაკება, რომელიც ესე იდგა უბრალოდ, რაღაცა თავისივე აშენებული. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
ვიზუალურ მხარეს რა, როგორი ხელშესახები და ის სიმაღლეზე თუ იდგა, უფრო ახლოს იყო ეს ბაალის ქანდაკება ნამდვილ ბაალთან. ბაალის გავრცელებას ყველაზე მეტად ხელი შეუწყო იზაბელის, ფინიკიის მეფის ასულის და ისრაელის მეფე აქაბის ქორწილი. აქაბი და იზაბელი დაქორწინდნენ, იზაბელი იყო ფინიკიელი, იზაბელი იყო ბაალის მიმდევარი და ამ იზაბელმა აქცია ბაალი სახელმწიფო რელიგიად ისრაელში. მანამდე იაჰვე, იაჰვე რაც არის, ღმერთს ნიშნავს, ღმერთი იყო მანამდე, უბრალოდ იაჰვე, ღმერთი და ბაალი იყო ამათი და რო ჩავიდა ეს იზაბელი, ჩაიყვანა თავისი წინასწარმეტყველები და დაიწყეს ამ იაჰვეს მიმდევრების დევნა. უფლის მიმდევრების დევნა. ზოგმა იწამა ბაალის, ზოგი ფიქრობდა იმას, რომ თუ იაჰვესაც იწამებდა და ბაალსაც არაფერი არ დაშავდებოდა, იაჰვე იყო ომის ღმერთი, ზოგი ფიქრობდა და ბაალი იყო ცის ღმერთი, რომელსაც მოსავალი და ალუჩა აყავდა მიწიდან. წარმოიდგინეთ მათ ენაზე იაჰვემ, რომელმაც დაიხსნა ერი ეგვიპტელებისგან და მათ თვალწინ მოხდა ბევრი სასწაული, თავისი თვალით ნახეს, ღმერთის ხმაც კი გაიგეს, მიუხედავად მაგისა, დრო იყო გასული და იფიქრეს, რომ იაჰვე, რო გამოგვიყვანა, ომის იგი არისო, ღმერთი არისო და ომი არ გვაქვს ეხაო და ჩვენ გვჭირდება ეხაო თაყვანივცეთო ამინდის ღმერთო, რომ წვიმა წამოიყვანოს. დაახლოებით ასეთი იდეოლოგია ჰქონდათ იმ დროს. როგორ დასრულდა ბაალის ეპოქა, ბიბლიაში წერია, რომ ელია წინასწარმეტყველს დაევალა უფლისგან, რომ ბაალის კულტი გაექრო, ესე რომ ვთქვათ. ელია შეხვდა მეფე აქაბს, რომელიც როგორც გითხარით იზაბელის ქმარი იყო და უთხრა, რომ ეს 450 წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველი, რომელიც იზაბელს ჩამოყვა ფინიკიიდან, ქარმელის მთაზე შეეკრიბა და როცა ეს ხალხი შეიკრიბა, ელიამ მათ პირდაპირ კითხა ესეთი სიტყვებით: სანამდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით, თუ ბაალია ღმერთი გაყევით ბაალს, თუ უფალია ღმერთი გაყევით უფალს. ადამიანები ვინც ფიქრობდნენ, რომ ომის ღმერთი იყო უფალი და ბაალი იყო ამინდის ღმერთი, არ შეიძლებაო, ან ერთი აირჩიეთო, ან მეორე აირჩიეთო. ხალხი გაჩუმდა, დადუმდა, იმიტომ რომ არჩევნის გაკეთება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ბაალს მოქონდა მაყუთი და უფალთან ვალში იყვნენ, იმიტომ რომ გაათავისუფლა ამდენხნიანი მონობისგან ეგვიპტიდან, დაიხსნა და სასწაულები აქვს ნანახი. ვერც ერთს ვერ მიატოვებენ რა, ეგრე არიან, არც ერთის დატოვება არ უნდათ რა. და ეგეც იყო ჩემი აზრით მიზანი ელიასი, რომ ეგ ემოცია გამოეწვია და შესთავაზა ასეთი ჩელენჯი, ასეთი გამოწვევა, რომ დაემტკიცებინა, რომელი იყო ნამდვილი ღმერთი, რომელი არსებობდა. და ძალიან მარტივად ასეთი გამოწვევა შესთავაზა, გაეკეთებინათ ორი სამსხვერპლო, ერთი გაეკეთებინათ ბაალის სამსხვერპლო, მეორე გაეკეთებინათ უფლის, იაჰვეს, არის ღმერთის. და ამ სამსხვერპლოს ირგვლევის რიტუალური ლოცვა იქნებოდა ამ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაში როკვა, შეესრულებინა ორივეს და რომელიც ღმერთიც უპასუხებდა, ესე იგი ის ღმერთი იყო ნამდვილი და მეორე არ არსებობდა რა. პირველი ბაალის მიმდევრები იყვნენ, გააკეთეს სამსხვერპლო და დილიდან ღამემდე ყვიროდნენ, ლოცულობდნენ, როკვავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ბოლოს უკვე რო აღარ გამოჩნდა საღამოს, რო აღარ გამოჩნდა, გაგიჟდნენ. ალბათ უფრო ხმამაღლა უნდა ვიყიროთო და მაუწიეს, დაიხოკეს, დაისისხლიანეს. ყველანაირი, ყველა მეთოდი რა რიტუალებიც ყვაი მაგალ იზიდან hard mode-მდე ყველაფერი შეასრულეს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ქანდაკება ბაალმა, რომელიც გვერდზე იქ ბორცვზე იდგა, არაფერი პასუხი არ გასცა. შემდეგ დადგა ელიას ჯერი და უფლის სამსხვერპლო, რომელიც დანგრეული იყო, 12 ქვით აღადგინა, ასე წერია, 12 ქვით აღადგინა და უფრო რეალური და რაღაცა ტრიუკის და ხრიკის შანსები, რომ მათ თვალში გამოერიცხა, თავიდან ბოლომდე ირგვლივ მთლიანად სითხით გააჟღენთინა რა, სულ მთლიანად წყლით დაასვლა, მთლიანად დაასვლა, სუსველი იყო რა. შემდგომ ელიამ წარმოთქვა მარტივი ლოცვა და როგორც კი დაასრულა ლოცვა, პასუხმაც არ დააყონა, ზეციდან ცეცხლი ესე ჩამოფრინდა და წაიკიდა იქ ყველაფერს, არა მარტო შეშა და ქვები, არამედ ის მთხრილში რა წყალიც იყო გაჟღენთილი, ის წყალიც კი მთლიანად ამოაშვა და დაფერფლა იქაურობა, იმხელა ცეცხლი გაჩნდა. ირგვლივ ხალხი ვინც უყურებდა, რომელიც გაუგებრობაში იყო და ორღმერთიანობაში იყო და ბაალსაც თაყვანსდებდნენ და უფალსაც თაყვანსდებდნენ, მუხლებზე დაეცნენ და დაიწყეს ყვირელი უფალია ღმერთი, იმიტომ რომ მათ თვალწინ კიდევ ერთი სასწაული მოხდა, რომელმაც დაარწმუნა, მაგრამ როგორც ხვდებით, ცოტა ხნის წინ ზღვა გაიყო მათ თვალწინ. ზღვა გაიყო
გავიდა და მე შეერთდა და ეგვიპტელები დახოცა. ეგეც სხვა ნაკლები სასწაულია. ადამიანის ბუნება ეგეთია, რომ თითქოს რაღაც ექსპლუატაციის ვადა აქვს ამ სასწაულს. ეს სასწაულია და რაღაცა დროის მერე ფაქტად იცი რომ სასწაულია, მაგრამ ვეღარ გაძლევს იმ мотиваციას, რომ რაღაც ახალ ცრურწმენებს არ ჩაეჭიდო. ალბათ რამე კი ვიცი, მაგრამ მოდი ესე ცოტა storytelling-ის პუნქტში. ალბათ აქაც ეს სასწაული რაღაცა დროით ადამიანებს მიაბრუნებდა უფლისკენ, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაცა დროის მერე ეს სასწაული აეხსომებათ, მაგრამ ვიღაცა სხვა ღმერთის ქანდაკების წინაშე დაემხობიან მუხლებზე. ასევე ბაალის მსგავსი ცრუ ღმერთი იყო მოლექი, არ ვიცი, მალეხი, რომელიღაცა უეჭველი არის, ქანდაკება ესეთი ხელები გაშლილი ქანდაკება, რომელშიც შიგნით ცეცხლიანთო, ცეცხლს ანთებდნენ, მე მთლიანად ხურდებოდა ისა რა ქვია, ქანდაკება მეტალის იყო, რკინის იყო, სპილენძის იყო, რომელიღაცის ხო იქნებოდა. და ესე ხელები ქონდა წირ გამოშველი, ცოტა ესე დახრილი და სოცხელი იყო და ცოტა საზრელ რაღაცას ვიტყვი ისევ, მან საკუთარ შვილებს ესე დებდნენ. მან იყო ცოტა სხვანაირი იდეოლოგია, ის კი არ იყო რომ წვიმა წამოვიდოთ, არა. მოლეხს თუ შვილს შეწირავდი, შენი დალშე ცხოვრება, დალოცვილი იქნებოდი, ანუ სუდუშას გააგორებდი და კაროჩე გაგიმართლებდა რა, ლეპრიკონი იყო. და ეს შვილს დაადებდი, ეს შვილი ჩამოცურდებოდა და ქვემოთ ცეცხლში ვარდებოდა. მსგავსი რიტუალი იყო, მოლეხიც ეგეთი ღმერთი იყო. და ამ ყველაფერსაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები ბაალის შემთხვევაში, სადაც ნაპოვნი არის, მოკლედ აღარ გავიმეორებ რა. მოდი გადავიდეთ ძალიან საინტერესო ამბავზე რა. ჩემი საყვარელი მორალოვსის თეორია ამ ყველაფერს რა. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც 400 წელი არიან ტყვეობაში. შემდგომ ძალა, უფალი, ვის ტყვეობაშიც არიან ეს ადამიანები, 10 დაავადებას, 10 სასწაულს, 10 სასჯელს ულენს ეგვიპტელებს, იმ მიზნით, რომ ეგვიპტელებმა გაათავისუფლონ ებრაელები. შემდგომ ესენი ათავისუფლებენ, იმიტომ რომ ეს 10 სასჯელი ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ათავისუფლებენ, მიიტბიან, ესენი გადიან. შემდგომ გადაიფიქრებს ფარაონი, დაედევნება უკან ამ ხალხს და ისე მოხდება, რომ ეს ისრაელიანები აღმოჩნდებიან მახეში, ანუ წინ არის წითელი ზღვა, რომელიც გადალახვაც შეუძლებელია ესე ფეხებით თუ ლაყუჩები თუ ისინი არ გაქვს რაღაცეები და უკან მოძდებენ ეგვიპტის საუკეთესო ეტლები, რომლებიც ანუ აი გიჟებს გვანენ ისე დაფრინავენ რა. და როდესაც ფიქრობენ რომ უკვე აქ ღმერთიც კი ვეღარ დაეხმარება და всё მორჩა ამათი ყველაფერი, უბერავს ძალიან ძლიერი ქარი ესე შუაში და ზღვა იყოფა, სადაც ამ ზღვის იმდენად ისეთი დიდი კედლები აღემართება ზღვის ესე ირგვლივ. იმდენი წყალი გადის განზე, რომ ფსკერი ჩანს და ეს ფსკერზე არის ბილიკი. ანუ ჩათვალეთ, რომ ანუ მთლიანი ზღვა, როგორც ნათქვამია, გაიყო და ბილიკი არის რა. და ამ ბილიკზე მათ უჩნდებათ გზა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რა თქმა უნდა, ანუ ღვთისხელიურევია და გადიან ამ ბილიკზე. როდესაც ამ ბილიკს გაცდებიან და დაინახავენ ეგვიპტელები რო აქ გადიან, ეგვიპტელებიც შევლენ ამ ბილიკზე, ეს ზღვა ჩვეულებრივად აგრძელებს, ანუ ეს კედლები იშლება, წალეკა ყველა. ამ ყველაფერს მოესწრნენ. 10 სასჯელი, ზღვის გაყოფა, მერე საერთოდ ღმერთის ხმა გაიგეს და იმდენად დიდი ხმა იყო, რომ მოსეს ევედრებოდნენ, რომ გეხვეწებიო, ნუღა გველაპარაკება უჩვენო, ანუ აღარ შეიძლებაო, ანუ ძალიან დიდი ხმა გაიგეს. მივიდნენ სინას მთასთან, სადაც უნდა დადებული ეგრეთ წოდებული აღთქმა ადამიანებსა და უფალს შორის, იქ უნდა ასულიყო მოსე, იქ მიიღებდა ინსტრუქციებს, როგორ უნდა ეშენებინათ ტაძარი. სინას მთაზე მოსე რო ასული იყო, იქ ისმოდა ძალიან ბევრი ხმა, ხედავდნენ ქვემოდან რა რაღაცეები, საყვირების ხმა ისმოდა. წარმოიდგინე აღთქმა იდებოდა ადამიანებსა და უფალს შორის. მოსე სანამ 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა იმ სინას მთაზე, 40 დღეს სანამ გავიდოდა, ამ ხალხმა დაკარგეს მოთმინება. ეს ძალიან საინტერესო არის. ეს არის ძალიან უცნაური რა. დაკარგეს მოთმინება. მოსე ზემოთ არის ასული, იქიდან ისმის ერთი ამბავი. ცოტა ხნის წინ ამდენი სასწაულე ნახეს და მივიდნენ მოსეს ძმასთან და უთხრეს, რომ მოკლედო, არაო, ეგრე არ გამოვა, ხა მოსე იქავიდაო, ეგრე არ გამოვაო და წარმოგიდგენთ მოსე ჩამოდის, ხელში უჭირავს აღთქმები. ჩამოდის ქვემოთ და ის ადამიანები, ვინც 40 დღის წინ 400 წლიანი ტყვეობიდან დაიხსნა უფალმა, ჩამოვიდა და ოქროს ბატკანზე ლოცულობენ. რეალურად მართლა. სანამ მოსე იყო იქ ასული, ქვემოთ დაკარგეს მოთმინება ხალხმა, მივიდნენ მოსეს ძმასთან, იმიტომ რომ მოსეს ძმა იყო და შენო რაღაცა მოკლედო არ გამოვა ეგრე რამე ხელშესახებიო, მოგვეციო, რაზე ვილოცოთო, ცუდად ავართო და მოატანინა ყველა სამკაული, ისე სამთავისად ძმამ, ჩამოადნეს და ოქროს ხბო
დაამზადეს ხბო, იმიტომ რომ იქ ეგვიპტეში ხბოზე ლოცულობდნენ, ძროხაზე ლოცულობდნენ და ეგ ჰქონდათ ქვეცნობრივად ალბათ ჩარჩენილი და ოქროს ხბო დაამზადეს. 40 დღეში წარმოიდგინეთ. ადამიანებმა, რომლის თვალწინაც ხმა გაიყო, ხმა გაიგეს ღმერთის და ზემოთ წინასწრიდან რაღაცეები ისმის, ოქროს ხბო ააგეს პარალელურად და მაგაზე ლოცულობდნენ. მოსე გაბრაზდა, ჩამოვიდა, გადაადნო ის ოქროს ხბო, შეურიაწყლოს და დაალევინა, იმიტომ რომ კარგად გაიაზრებინა და დაემცირებინა აი ეს საქციელი, რაც მათ ჩაიდინეს, რომ აი ეს ოქროს ხბო არანაირი ძალა არ აქვს და საკუთარი კერპი, რომელსაც ლოცულობდნენ, გადაადნო და დაალევინა იმის გასაგებად და გასააზრებლად, რომ აი ეს ოქროს ხბო, ანუ ხბოც კი არის ზამ და მაგას რაც მაგ ხალხმა გააკეთა. მოდი ხადავიდეთ თამუზი, რომელიც ვახსენეთ, თამუზი იყო ღმერთი. აი რისი ღმერთი იყო, კარგად რომ გაიგოთ რა. შეიძლება რაღაცაში ავწდე, მაგრამ დედაზრს გაიგებთ რა. იშთარი იყო ქალღმერთი, რომელიც თამუზი უყვარდა და თამუზს უყვარდა. იშთარი მოხვდა ჯოჯოხეთში, იშთარზე თამუზმა არ ინერვიულა, გაბრაზდა იშთარი და შეუცვალა ადგილი შეაცვლება და თამუზი მოახვედრა ჯოჯოხეთში. აი ეს არის რაც არის ამათი მითოლოგია. და თამუზი საბოლოო ჯამში არის ნაყოფიერების ან ლამაზი ჭაბუკი არის, რომელიც გაზაფხული არის რა, ესე რომ ვთქვათ რა, გაზაფხული არის. აი გაზაფხული არის, წარმოგიდგენე, ყვავის გაზაფხულს, ყველაფერი რა, ყველაფერი ამოდის, წყალი მოდის, წვანდება, ასე შემდეგ. და თამუზი იყო გაზაფხული. და როგორც კი ზაფხული მოდიოდა, ანუ გვალვა იწყებოდა და რაღაცები ხმობას იწყებდნენ, ეს იმის სიმბოლო იყო, რომ თამუზი კვდებოდა. ანუ ყოველ წელს თამუზი კვდებოდა, ანუ გაზაფხული მიდიოდა, იწურებოდა. მე სანამ უკან გაზაფხული არ მოდიოდა, ესე იგი თამუზი მკვდარი იყო და გაზაფხულზე აღდგა თამუზიო, ანუ ისევ აყვავდაო. ანუ ამ ხედავდნენ ამ ციკლს, ამ ბუნების იმას, რომ გაზაფხულს რაღაცები ყვავილობას იწყებდა. დააბრალეს, რომ თამუზი ვიღაცა ცოცხლება და კვდება. შესავალში როგორც თქვი, ქალები თმებს იგლეჯდნენ, აი ესე იგლეჯდნენ და ტიროდნენ, გლოვობდნენ რა, გლოვა ხო იცით რაც არის? აი ეგრე გლოვობდნენ თამუზს. პარალელურად სოლომონმა აშენა ტაძარი. სოლომონ ბრძენი ხო გაგიგიათ, სოლომონი იყო ყველაზე ბრძენი ადამიანი, რომელმაც მუფალს ტაძარი აუშენა. ეს ტაძარი იყო გარანტი იმისა, რომ იერუსალიმში ვერავინ ვერ შემოვიდოდა, იმიტომ რომ იქ უფალი იყო. ანუ საბოლოო ჯამში, ანუ ეს ტაძარი იყო სალოცავი უბრალოდ. ეგრე აიგო. მაგრამ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ეს ტაძარი გადაიქცა უფლის სახლად, სადაც თითქოს დაატყვევესო ღმერთიო რა. ანუ არაფრის არ ეშინოდათ, იმიტომ რომ ეგ სოლომონის ტაძარი იერუსალიმში იყო და იმ ტაძარს ვერავინ ვერ შეეხებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაცვდა ეს აზრი, შეიცვალა ხო იცით, აი ექსპერიმენტები რო ყურში რო რაღაცას ეტყვი. მე მოტრიალდება ის სხვას ეტყვის, ის სხვას ეტყვის და 20-ის მერე რო საერთოდ სხვა ისტორია გამოდის. როცა ადამიანები არა და ადამიანები მონაწილეობდნენ, ვინც ლაპარაკობს და ესმის. მიხედავთ მაგისა რაღაცა ისტორია, რომელიც აი ეს მიდის ცვდება და იცვლება. და შეიცვალა და კონტექსტი შეიცვალა, რომ მანდ არის ღმერთი და სანამ ღმერთი მანდ არის, ყველაფერი კარგად არის რა. ღმერთი ამ ტაძარში ყავს, ჩვენ არაფერი არ გვემუქრება, ეს აქ იყოს, მაგრამ მოდი მაინც თამუზზე ვინერვიულოთ. იმ ტაძარში, რომელიც უფლისთვის აიგო, ქალები მუხლებზე იდგნენ და თამუზს გლოვობდნენ. ასევე იყო ქიმოში, ასეთი მოაბელთა ღმერთი იყო, ანუ რაც იყო მაგალითად ისრაელში იაჰვე, ანუ უფალი, იგივე იყო ქიმოში მოაბელებისთვის და პატარა ისტორიას მოგიყვებით. როდესაც ისრაელმა ალყა შემოარტყა მოაბის დედაქალაქს და მოაბის მეფე მეშა მიხვდა, რომ ბრძოლას აგებდა, მან გააკეთა წარმოუდგენელი რაღაც, აი ესე ავიდა ციხესიმაგრის უმაღლეს ნაწილზე და საკუთარი პრინცის შვილი აიყვანა და თითქოს აი ესე მსხვერპლად შესწირა ქიმოშს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ისრაელში იაჰვე იყო უფალი, მიუხედავად მაგისა, ძალიან ძიმედ იმოქმედა ამ ყველაფერმა მათზე. ანუ ალყა მოხსნეს შიშით, იმის შიშით, რომ ვაიმე, მეფე ავიდა და მეფემ თავისი პრინცი მსხვერპლად შეწირა, ესე იგი ამან ძალიან ჰესოიამ ჩაწერა რა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, კაცო, მეორე წუთის წინ იქ რეები მაქვს ნანახი, ანუ პრინცი დაიდო სტავკად. და ეს იმას ნიშნავს, რომ აქ შანსი არ არის ხა. ქიმოში იყოს თუ ბალი იყოს თუ აზარფეშა, მნიშვნელობა არ აქვს რა. ანუ პრინცი შესწირეს და იმდენად შეეშინდა და იმდენად ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა მაგათ თვალწინო პრინცი მსხვერპლად შეწირა ქიმოშს ამ მეშამ. ალყაში გააჩერეს რა.
ანუ ამით რისი თქმა მინდა ის კი არა რომ შეიძლება სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არ ამგონია მე შასეკ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, მართლა ჰესოიამის ჩაწერა უნდოდა, ანუ ბოლო კოდის, ანუ აი ბოლო ჯოკერი გადმოვაგდო რა, ანუ თუ რამე ისე არ მიდის, კაროჩე ბოლო კარტია რომ მე შვილს წირავ და всё, მორჩა, ყველაფერი ვიგებთ ომს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამათი წამსის ნაწილი არ იყო ამ ებრაელების ისე იმოქმედა, რომ ცოტა ხანში შევხვდებით ისრაელში ამ ქიმოშის ქანდაკებებსაც. ანუ ეს რომ დაინახეს, ალყა მოხსნეს, შეეშინდათ და იმდენად შეეშინდათ, რომ ვაიმეო და ააგეს ეს ქანდაკებები რა. სოლომონმა ააგო კიდე ორი სხვადასხვა ცრუ ღმერთის ქანდაკება, ერთი ქიმოში იყო და მეორე იყო ძალიან ბევრი ცოლი ყავდა. 200 თუ 400 ცოლი ყავდა სოლომონს. ერთ-ერთმა ცოლმა ამ სოლომონს ჩამოუტანა ღმერთი. და სიბერეში ამ სოლომონის ტაძრიდან რომ გამოდიოდი, აქეთ ამ მთაზე ქიმოშის ძეგლი იდგა, აქეთ ამ მთაზე კიდე რაღაცა ქალი იდგა ისე ხის ფორმაში, ხელების მოგად ხე ქონდა თუ. აი ეს რა არ მახსოვს და დამოვანათებ რა. ეგეთი სიტუაცია იყო სოლომონი, რომელიც ყველაზე ბრძენ ადამიანად ითვლებოდა, რომელმაც უფალს ტაძარი აუგო, დროთა განმავლობაში ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა აი ამ აზრს და ამ იდეას და ორი სხვა სამსხვერპლო ააგო კიდე რა. აქეთ მთაზე ერთი, აქეთ მთაზე ორი და გამოდიხარ ლოცულობ უფალზე და გამოდიხარ და იქით ვიღაცა ხე ქალ ადგას, აქეთ ვიღაცა რქიანი მონსტრი. ხო, ეგეთი რეალობა იყო რა. ასევე არსებობდა ესეთი ცრუ ღმერთი დაგონი, აი თხის რქა რაც არის. თუ წარმოგიდგენიათ, დაახლოებით ეგეთი რაღაცა წარმოგიდგენთ ქანდაკება რა. ფილისტიმელების ღმერთი იყო და ფილისტიმელებმა ებრაელებს ბრძოლაში წაართვეს აღთქმის კიდობანი, რომელიც მერე წაიღეს და ამ დაგონის ტაძარში დადეს რა და ამით იმის დამტკიცება უნდათ რომ ანუ დაგონმა იაჰვე დაამარცხა. ამ ჟესტით უნდათ რომ აი ეგ ეჩვენებინათ რა აღთქმის კიდობნის დაბრძანებიდან მეორე დღეს, როდესაც ფილისტიმელები ტაძარში შევიდნენ, დაგონის ქანდაკება ეს აღთქმის კიდობნის წინაშე იყო ესე პირქვე, ეგდო. ინათმა ჩათვალეს რომ ჩამოვარდაო ეს ქანდაკებაო. აუცნაურია არასდროს არ ჩამოვარდნილაო, მაგრამ ალბათ დღეს ქარმა დაუბერა და ჩამოვარდაო და წამოაყენეს ისევ ეს ქანდაკება რა. ხოლო მეორე დღეს უფრო უარესი რაღაც დაემართა ამ დაგონის ქანდაკებას, როდესაც ეს ფილისტიმელები შევიდნენ ამ ტაძარში, დაგონის ტაძარში, ანუ ზღობზე ეყარა ხელები და თავი და ქვედა ნაწილი, ანუ ფეხები არ ქონდა, მაგრამ ეს ქვედა ნაწილი, ხელები და თავი ზღობზე იყო და იქ ტაძარში მარტო ტანი იყო დარჩენილი რა. ასევე დაგონს უკავშირდება სამსონის ისტორია, როდესაც ფილისტიმელებმა სამსონი დაატყვევეს და ამბობდნენ რომ დაგონმა ჩვენი მტერი ჩაგვაბარაო, ესე დატყვევული ყავდათ. აიღო ამ სამსონმა და ესე ორი მოგლიჯა ეს სვეტები და ჩამოანგრია და ეს დაგონის მიმდევრები დახოცა. ეს არის დაგონის ისტორიები, რამდენიმე ისტორია რაც ბიბლიური არის რა. მოკლედ, ყველაზე არ ვილაპარაკი, არსებობს კიდე 5-6 ესეთი. ძალიან ბევრი არსებობს, მაგრამ ძალიან დიდი ვიდეო გამომწრა, ერთმანეთს გავს ეს ყველა ისტორია რა საბოლოო ჯამში, რაც უნდა შეგეწია. ანუ ძალიან გავს ერთმანეთს ეს ისტორიები, მაგრამ ყველაზე მეტად აქ რაც მომწონს, სადაც გითხეთ, რომ პატერნების დაჭერა შეგეძლია თქვა, არის ის, რომ ადამიანი რა მალე ივიწყებს რაღაცას, რაც იმ მომენტისთვის მისთვის სასწაული არის. რა მალე ხდება ეს ჩვეულებრივი და რა მალე ეძებს რაღაცას, რასაც თავისი ლოგიკით ახსნის. წარმოგიდგენთ, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ღმერთი არსებობს და ღმერთი არის უფალი და სამყაროს უყურებთ და ვხედავთ რა კომპლექსურია და სამყაროს რავი 1%-საც ვერ ჩავწვდით ჯერ და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვიაზრებთ, რომ როგორ კავშირშია ერთმანეთთან ყველაფერი და როგორ იდეალურია და ეს იმაზე როგორ მოქმედებს, ეს ამაზე როგორ მოქმედებს, რამდენი ენერგიის წყაროა, როგორი, ანუ რამდენი რაღაცაა გათვალისწინებული და რაც რო გადის ამას კიდე უფრო აი ყოველდღე გეომეტრიული პროგრესიით ვიაზრებთ და ჯერ 1%-იც ალბათ არ გვაქვს გააზრებული ამ ყველაფრის. მაშინ იმასაც უნდა მოვაწეროთ ხელი, რომ ამ ცოდნით და ამ პატარა ტვინით და ამ პატარა რაღაცა ფეხზე ბოტასებით ტიპი ვერ ჩაწვდება და არ უნდა ჩავწვდეთ ღმერთის საიდუმლოებას. ანუ თუ არ გწამს ბაზარი არ, მაგრამ თუ ამბობ რომ არსებობს, მაშინ არ უნდა დაიწყო ლოგიკის პოვნა, იმიტომ რომ ეს ბოტასიანი ჯინსიანი ტიპის ლოგიკა შეუძლებელია გაწვდეს იმ ლოგიკას, რომელმაც ეს სამყარო შექმნა. ასეთი იდეალური. ერთ-ერთი მაგალითი არის, ძალიან მეყვარს ამ მაგალითს მოყვანა, როგორი იდეალურია სამყარო. რამდენი რაღაცა არსებობს ბუნებაში, რომელიც უკვე შექმნილია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაგალითად იაპონური მატარებელი, რომელიც დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, ისეთ ფორმას ვერ აძლევდნენ, რომ გვირაბში შესულიყო რა. ეს გვირაბი დიდი სიჩქარით რო შედიოდა, ჩღაოდა, ანუ რას შვებოდა, იცი რა, ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ აი ისეთ ხმას გამოსცემდა რა. და იაპონელი მეცნიერები, წარმოგიდგენთ, ანეკდოტი არსებობს, იაპონელმა მეცნიერმა ქართველი მეცნიერი გამოიგონაო. ანუ იმდენად მაგრები არიან იაპონელი მეცნიერები რა. და იაპონელი მეცნიერების ხედან და ფიქრობენ, როგორი ფორმა უნდა მისცენ ამ მატარებელს, რომ არ იჯღავლოს და წნევა არ დააგროვოს იქ რა. და ერთ-ერთი ჩიტი არსებობს, რომელიც აი ესე წყალში ჩადის. და ზუსტად მაგ ჩიტის
ფორმა გადაიწერეს. ზუსტად მაგ ჩიტის ფორმა გადაიხადეს. ანუ ლოგიკურად ვერ ხვდებიან რატო, მაგრამ სადეს და აი ამ ჩიტის ფორმა მისცეს ამ მატარებელს. და რომ შევიდა გვირაბში, უცებ აღმოჩნდა რომ პრობლემა აღმოფხრილი არის. ეგ ჩიტი წარმოიდგინე, ეგ ინფორმაცია, ეგ ინტელექტი და ინტელექტუალური მასალა, რაც დედამიწაზე ისედაც არსებობს ბუნებაში, მაგ მასალაზე წვდომა არ ქონდათ იმ მეცნიერებს, ანუ არ გვაქვს წვდომა. ანუ იმდენად იდეალურია ყველაფერი, რომ შეუძლებელია ისევ იმეორებ ტიპი დღეს მაგას მიწუდეს და ლოგიკა იპოვოს მაგაში და ლოგიკა ეძებოს, არის დროის ფლანგვა. ან უნდა გწამდეს, ან არ უნდა გწამდეს რა. ეს არის და ეს. და ადამიანი ეგრე არის, აი რამდენი ისტორია არის, რამდენი რაღაც მოხდა ეხა ეგრე, რომ ტიპებმა ნახეს, ეხა მე სულ მაგას ვიძახი, რომ წამოვიდეს ნეკათითების წვიმა. პირველად რომ წამოვა, გაგიჟდება ხალხი. მეორე რომ წამოვა, ნეკათითიც მოდის და სადღაც 1-5 წელიწადში, ნეკათითების წვიმა მოდის. იტყვი. ანუ აღარ გექნება ის რა, ანუ აი ახსნის ვიღაც რომ ნეკათითების წვიმა იმიტომ მოდის რაღაცა და აღარ გექნება, ანუ სასწაულად ვეღარ აღიქვამ. და პირველად რომ ნახე ნეკათითების წვიმა რა ემოციას დაგეუფლა, ის ნეკათითების წვიმა შენთვის აღარ იქნება უკვე გასაოცარი. თანამედროვე ხბო რო ავიღოთ, მაგალითად ჩემი აზრია ეგეთი, შეიძლება ვწდები რა, თანამედროვე ხბო, აი ეს ოქროს ხბო, ღმერთთან ახმასდებდა და ქვემოთ რო ხბო კეთდება და თანამედროვე ხბო არსებობს, აი მაგალითად არის ეგეთი ის, რომ აი გრაბავოის კოდები ქვია. კოდები არსებობს, რომელიც რაღაცა კოდებია რა, 9-12-27-8 და ნიშნავს, რომ აი შეყვარებული გეყოლება. 6-0-0-3-7-4 ფული გექნება. ანუ ეგ ყველაფერი არის თანამედროვე ოქროს ხბოები. რომ ღმერთი, ოკეი, მაგრამ ცოტა მოგბეზა, ცოტა ველმოდური ხომ არ არის, ცოტა რამე სხვა ის ხო არ არის და რამე ხელშესახებს ვეძებთ ისეთ, რომ აი ხელით ვნახავთ და ხან ჰოროსკოპი მოდის, ხან კოდები მოდის, რაღაცა, ხან ის მოდის, ხან ეს მოდის. საბოლოო ჯამში ეგ ყველაფერი არის ის ოქროს ხბოები, რაც მოსეს ძმამ ააგებინა იმებს, რა ქვია, ებრაელებს რა. შეიძლება არის, ანუ მე არაფერს არ გამოურიცხავ ამ დედამიწაზე. შეიძლება ეგეც კი ღმერთის შექმნილი არის კოდი. არ ვიცი, არაფერს არ, მაგრამ პატერნულად ძალიან გავს ეგ ყველაფერი ერთმანეთს, რომ მოდი ხო, პირჯვარი ოკეია, მაგრამ ბიჭო, პირჯვარი უკვე ერთ და იგივე არა, პირჯვარს ვიწერთ ძმაო და მილიონერი არ ვარ. მაგ დამოკიდებულებით მოდის ეს გრაბავოის კოდები, ისინი ესენი ჩემი აზრით თანამედროვე ოქროს ხბოს თაყვანისცემა არის. მსგავსი რაღაცეები რაც არის რა. დიდი მადლობა. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. შეიძლება მე ვარ ყველაზე მცდარი არსება ამ დედამიწაზე, მაგრამ ესე ვფიქრობ. უღრმესი მადლობა, ნახვამდის. შეგმიგეთ ვიდეოს, სახალისოს გავაკეთებ.